ნიკოლ ფაშინიანი მზად ყოფნას გამოთქვამ სასაზღვრო პროცედურების გამარტივებისათვის და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში კონსტიტუციასაც შეცვლის. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ერევანი მზად არის გაამარტივოს პროცედურები არა მხოლოდ აზერბაიჯანთან, არამედ ყველა მეზობლებთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ვაჭრობას, ექსპორტსა და ტრანზიტს. თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი გამარტივება სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, იურისდიქციისა და საზღვრების ურღვეობის პრინციპების ფარგლებში უნდა განხორციელდეს. რაც შეეხება ბაქოს მოთხოვნას კონსტიტუციის ცვლილებასთან დაკავშირებით, ფაშინიანმა განაცხადა, რომ თუ სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ ვაშინგტონში პარაფირებული სამშვიდობო ხელშეკრულება ქვეყნის ძირითად კანონს ეწინააღმდეგება, ის თავად იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორი. მისივე თქმით, სომხეთი ისედაც მუშაობს ახალი კონსტიტუციის პროექტზე, რომელიც სავარაუდოდ რეფერენდუმზე გავა. პრემიერ-მინისტრმა გამოთქმა რწმენა, რომ ხალხი არ დაუჭერს მხარს ისეთ ცვლილებებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს შეაფერხებს.